რატის ბარში 18 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულ ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიესაჯა. დანაშაულის შეუტყობინებლობაზე დაკავებულ რატი პაკელიანს კი მუხლი გადაუკვალიფიცირდა და 3 წლიანი პატიმრობა განესაზღვრა. 2025 წლის 11 მაისს ალეკო შაკიაშვილს რატის ბარში გიგლემიანმა დანი ცხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. ავარიას კოპულეთში 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა შემთხვევა ჩოლოქის დასახლებაში მოხდა. ახალგაზრდა საკუთარი ავტომობილით მოძრაობდა, ის სავალი ნაწილიდან გადავარდა და გზის განაპირას დაჭაობებულ ტერიტორიაზე ჩავარდა. ადგილზე მისულ სამაშველო ჯგუფებს ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი დახვდათ. ტრამპის გზის პროექტის მოსამზადებლად სომხეთში ამერიკის დელეგაცია ჩავიდა. სამუშაოები ხელს შეუწყობს სომხეთის გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და რეგიონულ ინტეგრაციას. გერმანიაში დააკავეს პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის დეპუტატი, რომელიც ბელარუსს სანქციებისთვის თავის არიდებაში ეხმარებოდა. გერმანული მედია წერს, რომ იორგ დორნაუს ლაიფციგის პროკურატურა ეჭვმიტანილად მიიჩნევს ბელარუსში ტექნიკის უკანონო ექსპორტის ორგანიზებაში.